ნიკოლოზ ხატიაშვილი უკვე არის ხაზზე და მასთან შეგვიძლია დავიწყოთ საუბარი. მოგესალმებით ბატონო ნიკა, მადლობას გიხდით თქვენი დროისთვის. მოდით დავიწყოთ დაანონსებული ვიზიტით შეერთებული შტატების დელეგაციისა საქართველოში. ხაზგასმა ხდება იმაზე, რომ სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენისთვის არის ქართული ოცნება მზად არის თავიდან თეთრი ფურცლიდან დაიწყოს ურთიერთობები. რამდენად იძლევა შანსს ეს ვიზიტი და საერთოდ რაზე მეტყველებს ეს ვიზიტი, რომელზეც კვირაზე მეტია ვსაუბრობთ და დღეს დაადასტურეს კიდევ ერთხელ ქართულ ოცნებაში. მოგესალმებით პირველ რიგში, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. რაც შეეხება ვიზიტს, ხო, ანუ ერთი დადებითი მხარე ის არის ამ ვიზიტის და ზოგადად არა მარტო ამ ვიზიტის, ხო, ანუ ბოლო კვირეების განმავლობაში ჩვენ ნახეთ ტენდენცია, თქვა ზარი ვაშინგტონიდან, იგივე სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალ ჩინოსნის ჩამოსვლა საქართველოში და ასე შემდეგ. ამის დადებითი მხარე არის ის, რომ საქართველო კვლავ გაჩნდა ასე ვთქვათ ამერიკის შეერთებული შტატების რუკაზე, კვლავ არსებობს ეს ინტერესი და ზოგადად თუ შევხედოთ ამას ფართი ჭრილში, ეს ქვეყნისთვის ასე ვთქვათ ის ფაქტი, რომ საქართველოს მიმართ დაინტერესებული ამერიკა, რა თქმა უნდა ძალიან პოზიტიურია. რაც შეეხება უშუალოდ სტრატეგიული პარტნიორობის ადგენას, ხო, ანუ მე თქვენ ეთერებშიც არაერთხელ მისაუბრია, რომ მოსალოდნელი არის ისევ და ისევ არსებული გეოპოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე გარკვეული ურთიერთობების აღდგენა, თუმცა ეს ურთიერთობები იქნება მეტად ტრანზაქციული, ვიდრე ვთქვათ ღირებულებებზე და იდეოლოგიაზე დაფუძნებული. ამერიკა საქართველოს განიხილავს როგორც არა ვთქვათ ხელისუფლებას, არამედ როგორც ქვეყანას თავის სტრატეგიულ პარტნიორად, მაგრამ ამ პირობებში დღეს რაც არის საქართველოში, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ის სტრატეგიული ურთიერთობები იმ ხარისხში, რაც ჰქონდა ჩვენ თუნდაც 2 წლის წინ დაადგეს შესაბამისად, რა თქმა უნდა, ამ ვიზიტს ექნება თავისი დატვირთვა, თუმცა ის, რომ თქვათ ამ ვიზიტის შედეგად უცბად გადაიტვირთება მთელი ურთიერთობები და დაუბრუნდება ისევ ნიშნულს, რომელიც ჩვენ ჰქონდა თუნდაც 2 წლის წინ, ამის ალბათობა ნაკლებად სავარაუდოა. ბატონო ნიკა, დეპარტამენტმა რამდენიმე კვირის თუ თვის წინ ფაქტობრივად პირდაპირ თქვა, რომ მაღალი რისკის შემცველ ქვეყნებში იყო საქართველო, მათ შორის ეს დაადასტურა სავიზო რეჟიმთან მიღებულმა გადაწყვეტილებებმაც, გულისხმობს საგარანტიო პირობებს, რომელიც საქართველო მოექცა ვიზის მისაღებად, რომ სავალდებულო გარანტია ფინანსური თვალსაზრისით იქნება ჩასადები. ამას ვამბობ რატომ? რას მოუტანს მოქალაქეს ხელშესახებად ურთიერთობების გადატვირთვის პროცესის დაწყება? თუ ეს იქნება უბრალოდ დასაწყისი და მეტი არაფერი? იცით რა არის, ახლა ურთიერთობების გადატვირთვის ხარისხს გააჩნია და იმ თანამშრომლობის სფეროებს, რომელიც გამოიკვეთება სწორედ რაღაცა ურთიერთობების დავარქვათ გადატვირთვა, მაგრამ რაც არის კომუნიკაცია. მე ვფიქრობ, რომ ეს უფრო მასშტაბური დონის პროექტებზე იქნება აქ საუბარი, საქართველოს შესაძლებლო ჩართულობაზე, იმიტომ რომ ჩვენ არ უნდა დაგვაუწყდეს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტი, რომელიც მე ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად შესაძლოა კავშირში იყოს ამერიკასთან ურთიერთობების განვითარების კუთხით და აქედან გამომდინარე ამერიკა კარგად ხედავს საქართველოს მნიშვნელობას რეგიონში, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ თუ ეს ურთიერთობები ადგება, ეს ვერ მოხდება არსებული შიდა თუ საგარეო პოლიტიკური მდგენელების გათვალისწინებით, რაც დღეს საქართველოშია. ამას დაჭირდება კონკრეტული იგივე დათმობები, იგივე თქვათ გარკვეული ცვლილებები და ასე შემდეგ. მე მაინც ვფიქრობ, რომ ამერიკას საგარეო კურსის მიმართულებით, რომლის ცვლილებაზე ჩვენი დასავლელი პარტნიორები, მათ შორის შეერთებული შტატები, ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ხაზგასმით საუბრობენ, რომ ქვეყანამ კურსი დასავლეთიდან რუსეთისკენ იცვალა, თუ საუბრები თუ შიდა პოლიტიკური პროცესების გავლენა, რასაც ქვია ვთქვათ საპროტესტო აქციები, შემზღუდავი კანონები თუ გისოსებს მიღმა არსებული პატიმრები. კი ბატონო, ცოტა გავშლი მაშინ ამ თემას, როგორ არის, იცით, როდესაც ზოგადად ჩვენ საქართველოს ამერიკის ურთიერთობები წლების განმავლობაში დამოუკიდებლობის ადგენის პერიოდიდან დაფუძნებული იყო მაღალი ნდობის მაჩვენებელზე, რაც
ეს ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი იყო ის, რომ საქართველოს იგივე წინამთავრობები და იგივე თქვათ ამჟამინდელი ხელისუფლება რაღაც 2024 წლამდე ხო ანუ პროდასალური იყო და ეგ იყო ძალიან მნიშვნელოვანი მდგენელი ჩვენს ორხრივ ურთიერთობებში. იმ შემთხვევაში თუ ამერიკა გადადგავს ნაბიჯს და დაიწყებს გადატვირთვის პროცესს, ხო ამას რა თქმა უნდა დაჭირდება შესაბამისი თანხმედრი ნაბიჯები ხელისუფლების მხრიდანაც. ამ შემთხვევაში ამერიკის მოთხოვნა ჩემი აზრით იქნება, ორი განზომილება ექნება ამას, ერთი განზომილება ექნება საგარეო ვექტორი, ეგრეთწოდებული გეოპოლიტიკური არჩევანი, იმიტომ რომ ამერიკას ნამდვილად არ აწყობს ისეთ ქვეყანასთან ურთიერთობების განვითარება, რომელსაც გააჩნია თქვა ანტიამერიკული, ანტიდასავლური რიტორიკა და აქვს თქვა მჭიდრო კავშირები იგივე რუსეთთან, ირანთან და ჩინეთთან. ამავდროულად, რა თქმა უნდა, შიდა პოლიტიკური პროცესებიც იგივე საკანონმდებლობაზე, იგივე არასამთავრობოების მიმართ მიმდინარე პროცესები და პოლიტპატიმრები, ხო, რა თქმა უნდა, ეს დამაბრკოლებელი გარემოება იქნება. შესაბამისად, ეს მოთხოვნა დაკავშირებული იქნება სწორედ ამ ორ მიმართულებაზე, ერთი ეს იქნება გეოპოლიტიკური, ერთი იქნება შიდა პოლიტიკური. და მე არ გამოვრიცხავ წინა სტუმარმა აღნიშნა ცვლილებების შესახებ და არ გამოვრიცხავს ეს ცვლილებები მოხდეს ნამდვილად მთავრობაში, ეს რა თქმა უნდა შესაძლოა ძალიან ფასადური იყოს, თუმცა რაღაც საფუძვლის ჩაყრა შეგვიძლია განვიხილოთ ამ პროცესის. შესაბამისად, ცვლილებები თუნდაც ფასადური პარტნიორების დასანახად ამას ამბობთ? დაახლოებით ასე იქნება, ასოცირდება გაფუჭებულ ურთიერთობებთან. იცით რა არის ახლა გარკვეული მთავრობის წევრების და მხრიდან გარკვეული ანტიდასავლური ნარატივი გვესმოდა ხანგრძლივი დროის განმავლობაში და სწორედ ამ ცვლილებებმა შეიძლება უბრალოდ იმისკენ იყოს მიმართული ეს ცვლილებები, რომ ეს ნარატივი გარკვეულწილად გაქრეს და ის ადამიანები, ვინც თქვათ ამ ნარატივს ავითარებდნენ, ჩამოშორდნენ პროცესს, თორემ იმის ილუზია, რომ მოხდება ამ ცვლილებებთან ერთად ინსტიტუციური ცვლილებები ზოგადად მართლ სისტემაში, ეს ამ ეტაპზე ნამდვილად არარეალისტურად მეჩვენება. კი ბატონო, და ბოლო კითხვა და მოკლედ რომ მიპასუხოთ და დაგემშვიდობებით, რა ჩვენა თქვენთვის ალიევის ვიზიტმა საქართველოში, უпростоრად შეხვედრამ ივანიშვილთან? ხო, რა თქმა უნდა, ხა ამასთან დაკავშირებით არაერთი მოსაზრება იყო, მაგრამ ფაქტი ნათელია, ამითი გამოაშკარავდა კიდევ ერთხელ ვინ იღებს ქვეყანაში გადაწყვეტილებებს, თუმცა თუ ჩვენ გავიხსენებთ გაერთიანებული გაერთიანებული საამიროების დელეგაციის ვიზიტსაც, ზუსტად ანალოგიური ფაქტი მოხდა მაშინაც, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ალიევის შემთხვევაში ჩვენ არა ვთქვათ ამაზე უნდა გავამოხოთ ყურადღება, არამედ შინაარსზე რა საკითხები იყო განხილული ალიევთან და ამ კონტექსტში ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ორი ძირითადი საკითხი იქნებოდა სავარაუდოდ, თუმცა ამაზე ძალიან რთულია საუბარი, შესაძლოა ეს ყოფილიყო ერთი საკითხი, სწორედ საქართველოს ჩართვა გარკვეულ ენერგეტიკულ და ინფრასტრუქტურულ პროექტებში აზერბაიჯანთან ერთად შუა დერეფნის ფარგლებში, იმიტომ რომ ყველა კარგად ხედავს, რომ მიუხედავად საქართველოში არსებული პოლიტიკური გარემოსი, ხო, ანუ საქართველო მაინც რეგიონის განუყოფელი ნაწილია და ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ძალიან ისა და მეორე საკითხსაც ვიტყვი, სავარაუდოდ შესაძლებელია ასევე განხილული იყო ამერიკელებთან ურთიერთობების გაღრმავების საკითხი უშუალოდ აზერბაიჯანის გავლით, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ალიევს უშუალოდ ტრამპთან აქვს ძალიან ახლო ურთიერთობები და შესაბამისად ეს შესაძლოა ყოფილიყო ეს განხილვის საგანით ან ასეთ დონეზე. მადლობა ნიკოლოზ ხატიაშვილი, ინიციატივა ჯერ საქართველოს წევრი იყო, დღის ამბების სტუმარი.